მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას. თავარი სიახლე, ორი სიახლეა. ჩამოვიდა ევროჩინოვნიკი, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს ვიღაცა იდიოტების აზრით არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან და რაღაც პირობებზე თანხმდებიან, რამაც აღაშფოთა ლიბერდებილების ოპოზიციური სპექტრი. ამის დედა აგინეს იმ კაცს, პრეზიდენტს ევროსაბჭოს და სასაცილოდ კი იყო. და მეორე ის არის, რომ მაოხრებელმა გზირმა, წარმავალმა რეჟიმმა ბაიდენის უკვე მკვდარმა ხალხმა, პრაქტიკულად პოლიტიკურად მკვდარმა ხალხმა დაასანქცია ჩვენი ძალოვანები და შეიყვანა მაგნიტსკის სიაში. მაგნიტსკის სიას შეგახსენებთ, რაც არის. მაგნიტსკი იყო ადვოკატი, რომელიც ემსახურებოდა ამერიკულ ფონდებს რუსეთში, დაიჭირეს ეს ადვოკატი, ციხეში არასადანოდ მოექცნენ, გული გაუხდა სულად და არ უკუნალეს და გარდაიცვალა ეს კაცი. და ციხეში არასადანოდ მოპყრობის გამო ბრალი დასდეს რუსეთს, შეიძლება სამართლიანადაც კი, რომ მასობრივად ირღვევა იქ ადამიანის უფლებები, გააკეთეს ეს სია და ამ სიაში შეყავთ ადამიანები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არ ღვევენ ადამიანის უფლებებს. მაგნიტსკის სიაში არ არის შესული ბაჩო ახალაია და შეიყვანეს გომელაური. თქვენი დედავატირე ყველასი, მეგობრებო, ვინც ამ სიაში გომელაური შეიყვანეთ. ჩვენ 100%-ით უჭერთ ხარს ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრს, ყველა ძალოვანს, მათ ამ ბიჭების და ამ კაცების მხრებზე გადაიარა აი ამ დაძაბულობამ, ჩინებულად გაართვეს თავი და არ დაუშვეს ლიბერდებილური რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში და პასუხი ჩვენი ხელისუფლებისა აი ძალიან მომეწონა იყო ის, რომ ბატონი გომელაური არის ვიცე-პრემიერი და როგორც კი ეს ბაბაიაგა წავა გავარდება, გავაგდებთ ამ სასახლიდან ორბელიანების მივცემთ ბიჭებს ორდენებს, რომელიც მათ დაიმსახურეს. მოდით ახლა აი ამ უმწეობაზე ვილაპარაკოთ, დადის ბაიდენის მკვდარი ხელისუფლება და პლანეტაზე კაკავს რა, არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო. რომ რაც შეიძლება სუნი დახდეს ტრამპს. და ჩვენ შეგვეხო ეს. ხო. ჩაო, მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რატო არ მოქმედებს სანქციები სინამდვილეში რა. ამაზე შეკითხვას პასუხი ჭირდება. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ, ანუ ყველა ადამიანები, რომელიც ვართ, ასე ვთქვათ, აი ამ საქმეში და ამ უპირისპირდებთ ამ, ასე ვთქვათ, შენის სიტყვას დავსესხები ლიბერდებილებს, გვაქვს ერთი განსხვავება მათგან. ჩვენ ვიცით და ჩვენ მართლები ვართ. და ჩვენთვის ფასეულობა სხვა რაღაცაა, რა ჩვენთვის ფასეულობა არის ქვეყანა და მოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ასე შემდეგ და ეს სინამდვილეში მათზე იმოქმედებდა. ანუ მაგალითად ნებისმიერი ქართველი ლიბერალისთვის, რომელიც ერთადერთი ცხოვრების აზრი არის, რომ აიღოს გრანტი, ამ გრანტის მერე წავიდეს და რაღაც სურათები გადაიღოს ევროპაში, მას თუ აუკრძალავენ ამას, მისი ცხოვრება დამთავრებული იქნება, იმიტომ რომ ერთადერთი აზრი, რისთვისაც ის ცხოვრობს, არის ეს. შესაბამისად, ისინი ვერ ხვდებიან, რომ კი, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, ოდესაც გასანქცილებენ, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ოდესაც შენ ხვდები, რომ სანქციებს ღებულობ უსამართლოდ, შენ პირიქით ხარ, რა, შენ ხვდები, რომ უნდა გაძლიერდე და შესაბამისად ეს სანქციები საერთოდ არ იმოქმედებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ნორმალურები. თან მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს მაგალითი აუცილებლად ყავდა აბსოლუტურად უღირსი ადამიანი ჩვენს რიგებში, გიორგი გახარია, რომელსაც რაღაცა პატარა მოლოდინის გამო, ასე ვთქვათ, აი ნერვი არ ათოყებია, ისე გაიქცა ჩვენი ხომალდიდან. ესაბამისად, პირიქით არის. თუ ვინმეს შეეშინდება სანქციებით და წავიდეს, არავის არ აქვს. რიტორიკული კითხვა. მაგას პრობლემა მაგრამ ეს პირიქით არის. დაშლილი აქცია და გომელაურის მიერ დაშლილი აქცია, ორი სხვადასხვა დაშლა. რა შედარება ახლა? რა შედარება ახლა? ანუ მართლა გამოჩნდა, რომ შესაძლებელი ყოფილა იმ რაღაცების გარშეც რატომ არ დაასანქციეს მაშინ გახარია? რატომ არ დაასანქციეს? ანუ მანო მერაბიშვილი მით უმეტეს, ხო? და დაასანქციეს, ხო? რა არის? ეს სხვათა შორის ისეთი რაღაცების კეთება, რაც არაეფექტურია და
განზოგადებულად, აი ხშირად უკვე ბოლოსკენ. არის ცოტა დაცემული იმპერიის სინდრომი, ხო, იმიტომ რომ ზოგადად აი ცოცხალ იმპერიასა, აღმავალი იმპერიასა და დაცემულ იმპერიას შორის ეს განსხვავება, აი თუნდაც რომის იმპერია ავიღოთ, აღზევების დროს, როდესაც კართაგენს ებრძოდა, სულ ახალ-ახალ რაღაცებს იგონებდა და ბოლოს რამაც გაჭრა მოიგო, ანუ ერთი და იგივე შეცდომებს კი არ ეშვებდა. ეს სხვადასხვას უშვებდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა როგორ უნდა დაპირისპირებოდა ხანებას და მოიგო. და ბოლოსკენ უკვე რას აკეთებდა? გერმანელ ბარბაროსებს ეპატიჟებოდა ჯარში ფედერატები და ამით ასუსტებდა საბოლოო ჯამში საკუთარი თავი დაასწრო. ერთი და იგივე რაღაცას იმეორებდა ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. ანუ თუ რუსეთი ვერ წააქციე და გინდოდა ამის წაქცევა, თუ შენ თავი დააზიანე ამ ყველაფრით, თუ იმ პოლიტიკამ შენ არ მოგცა ის შედეგი, რაცაც მოელოდი. რატომ გონია რომ 10 ჯერ, 30 ჯერ თუ გააკეთებ იგივე რაღაცას, ეს მოგცევს შედეგს. არ მოგცევს ეს შედეგს. შედეგი თავი რა არის, რომ ეს უნდა ვიღაცა მოვიდეს დასავლეთში ისეთი ადამიანი, რომელიც გადახედავს ამ პოლიტიკის ესე იგი სარგებლიანობას. ტრამპი ჩემი აზრით ხვდება, რომ ეს აბსოლუტურად უსარგებლო პოლიტიკა არის. ის ძალიან კონკრეტულად გამოთქვა მან აზრით, სრულიად კონკრეტულად, კი ბატონო. ჩვენ არ ვარგაო, არ მომწონს. უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც. ის რაც ეხლა ხდება, ერთი წელიწადში აბსოლუტურად სხვა რეალობაა. რა თქმა უნდა. ანუ ეხანდელი რეალობა და ერთი წლის შემდეგი რეალობა იქნება რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ამიტომ ესეთი რაღაცა მუქარები, ესეთი ზეწოლა მარტივად რო ვთქვათ არაა ეფექტური. მეორე ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტია, მე მჯეროდა ამის ყოველთვის, რომ ურთიერთობის ეს თუ რევოლუცია მოხდებოდა, ევრომაიდანი მოხდებოდა, დაუჭერდა მხარს დასავლეთის მთელი რიგი ელიტები, ხო? მაგრამ თუ არ მოხდებოდა, ისინი მაინც მოუწევთ ჩვენთან სხვა ფორმატში, მაგრამ მაინც მოუწევთ ჩვენთან ურთიერთობა. და ეს დღევანდელი ვიზიტი, გუშინდელი ვიზიტი, უბრალოდ ამის ერთ-ერთი მაგალითია. აქედან გამომდინარე, რატომ მოუწევთ ესას ვთქვათ რა? იმიტომ მოუწევთ, რომ ვიღაცებს უნდა თუ არა ეს გზა ჩინეთიდან ევროპამდე, ხო? მაინც გავა. უნდა თუ არა ამ გზაზე კონტროლი, ამ გზაზე რაღაცა ბერკეტები, გავლენის ბერკეტები უნდა კონდეს შენ. შენ შეიძლება ისეთი უხეში ბერკეტები ვეღარ კონდეს, როგორც ეს კონდა სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ მოგიწევს მაინც და კი ბატონო, კონდეთ ოღონდ. მოდი ჩვენც მივიღოთ სარგებელი. აი ამაშია. მოდი ჩვენც მივიღოთ კი ბატონო. მოდი ეხლა ვივაჭროთ ამაზე. ეხლა უკვე როგორც პარტნიორებმა ისე ვილაპარაკოთ. გადატრიალება გინდოდათ, კი ბატონო, არ გამოვიდა. ხო დახეს რომ გვაქვს ზალა რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო. ახლა მოდი როგორც სახელმწიფოს ისე დაგვილაპარაკოთ და არ დაგვილაპარაკებია ჯერ დასავლეთი როგორც სახელმწიფოს, ჯერ არა, მაგრამ მოეგდრო დაგვილაპარაკე. დარწმუნებული ვარ, აი ამ ყველაფრის ბოლო ის კი არ არის რომ შენ ესე იგი რაღაცა ცივილიზაციურად არჩევანს ღალატობ ან რაღაც. ეს ამ ყველაფრის ბოლო არის ის რომ აი შენ მოგექცევიან, მოდი ესე ვთქვათ, როგორც უნგრეთს ექცევიან. კი ბატონო, როგორც უნგრეთს ჩვენ გვინდა, მოდი ეგრე ვთქვათ, ისეთი ურთიერთობა, როგორც უნგრეთსა და სხვა, მაგალითად გერმანიას შორის არის, ბრიუსელს შორის არის. და გერმანია კიდე ჩორტი 20 სად იქნება? ახლა გერმანიაში ჩვენთან კი არაა საუბარი იმაზე, რომ გერმანიაში ერთ-ერთი უსერიოზული პოლიტიკური კრიზისია, რაც არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში. საფრანგეთშიც უკვე მზადდება. და ეს ელიტები, ნახეთ, ძალიან მაგარი რაღაცა არის, ზოგადად ყველანაირი ესეთი სქემა უარყოფითი სქემა. ბუმერანგივით უბრუნდება ყოველთვის ბრუნდება რა. ახდენ შენ რაღაც რევოლუციებს, სხვაგან და ტექნოლოგიებს ხოცა ბოლოს უკვე შემოგიბრუნდება ეს. ქმნი პოლიტიკურ კრიზისებს სხვა სახელმწიფოებში, გიბრუნდება ეს პოლიტიკური კრიზისები ქვეყანაში. ამიტომ ჭკვიანი ხალხი, ამ შემთხვევაში ჩინელები, ხვდებიან რომ საერთოდ არ ერევიან სხვა ქვეყნის პოლიტიკას. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოებში შორის ურთიერთობა, როგორი უნდა იყოს. აი ნახეთ, არის ესეთი პრეცედენტები, ხო არის, ვალებით ხო გვაშენებენ. იყო ბევრი პრეცედენტი, რომ ვალი არ გადაუხადეს, არ დაუბრუნეს ჩინელებს. კი ბატონო, მაგრამ მეორედ აღარ მოგცეთ ვალს. ეს იყო ჩინელების სტრატეგია. ჯარით კი არ შევიდეს, საქციები კი არ დაუწეს. კი ბატონო, ოღონდ მეორედ აღარ მოგცემთ ვალს. აი ესეთი და ბოლოს უფრო ჯი ამით. და აქედან გამომდინარე,
ჩვენ უნდა განვაცხადოთ რა არის ჭკვიანი სტრატეგია და რა არის უჩქო სტრატეგია. ხო. ეს ცნობილი მარქსის ფრაზა, რომ ესე იგი პირველად ტრაგედია და მეორედ ფარსი ხდება რაღაცები ისტორიაში, ალბათ მაიდანს და აი ამ 24 წლის ჩვენ მოვლენებს ეძღვნება, იმიტომ რომ უკრაინის მაიდანი იყო ტრაგედია, ჩვენთან ფარსის სახეს იღებს. და ეხლა რამდენიმე კრიტერიუმი ჩამოთვალოთ რატო, ხო? მაშინ მაიდანის დროს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი კრიტერიუმი საგარეო ზეწოლა, ხო? და ეხლა ჩვენთანაც არის საგარეო ზეწოლა, ხო, და ამას ფარსის სახე აქვს და რატო? საფრანგეთმა, რომელმაც ჩვენ მოგვიწოდა, რომ რაღაცეები ჭკვიანად ვიყო და არ ვიძალადოთ, დაეშალა მთავრობა, გერმანია, რომელმაც იგივე თქვა, დაეშალა მთავრობა და ამერიკაში გასაგებია რაც ხდება. ზელენსკი, რომელიც სოფელზე კარგავს უკრაინას, ჩვენ გვეუბნება, რომ თუმე ივანიშვილზე ზეწოლა უნდა გავაძევოთ. ეს არის სასაცილოა ზელენსკი. ხო, მეორე კრიტერიუმი. რაც მაშინ მე არ ვადარებ ხა იანუკოვიჩის რეჟიმს და დღევანდელ ხელისუფლებას, უბრალოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ რა შეცდომას დაუშვა, თავისი შინა, ესე იგი ძალოვანების დასჯა დაიწყო სახალხოდ. რამაც მე მოახდინა მათი დემორალიზება. რა თქმა უნდა. ეს ცხადია ჩვენ ახლა იმაცავით, ცხადია აქ ძალიან მინიმალური არის იმასთან შედარებით, რაც მოხდა, ხო, იგივე აქციონერების თქვა დაზარალება, მაგრამ აქ ხდება პირიქით, წახალისება ხდება იგივე შინაგან საქმეთა მინისტრის, იმიტომ რომ მთელი აი ამ გუნდის ძალიან სწორი არის, ხო? ასევე ერთი კიდე რაც არ მოხდა, იქ მაიდანის შემთხვევაში მათ ისინი დაბანაკდნენ იმ ტერიტორიაზე. აქ ეს არ მოხდა. ანუ ხო, არ მოხდა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე არა, რესურსიც არ ქონდათ. რესურსიც არ ქონდათ, მოდი პირდაპირ. რესურსიც არ ქონდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცხადია მინისტრმა სწორად იმუშავა იმაზე, რომ გადაუკეტა ის ბერკეტი, რაც იყო ეს ხლაპუშკებით, რა ქვია, პიროტექნიკა და იმის მერე განლევად რეჟიმში, რომელიც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს შემოქონდათ, არ დაგვაუწყდეს. ოპოზიციონერებს და ბოლო პოლიტიკოსებს. იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც დაფინანსებას ოფიციალურად კი ბატონო. და ბოლო კრიტერიუმი იყო, კი ბატონო. ბოლო კრიტერიუმი იყო, რომ იქ ხდებოდა საჯარო მოლაპარაკება, ესე იგი თავრობასა და იმ მაიდანის მონაწილეებს შორის, რითაც ისინი ლეგიტიმაციას ღებოდნენ. აქ იყო გაცხადებულო ჩვენ კი ბატონო, თუ გინდა დავлапარაკოთ, დისკუსია იყოს, მაგრამ არავით არის შინა მოლაპარაკებები და გადავაბარდა. არა. იქ იმ შემთხვევაში შინაარსობრივი დისკურსია, კი ბატონო. იმ იანუკოვიჩის რეჟიმის ხევის შედეგი და აქ პირიქით სიძლიერე გამოჩნდა, იმიტომ რომ იგივე ირაკის არ მოვიდნენ, კი ბატონო. ანუ 4 კრიტერიუმი ჩამოთვალეთ, რატომ არის ფარსი ევანდელი წყალებში მაიდინსეობა და 14-ში რატო იყო ტრაგედია. ზაზაკ თხოვთ. პირველ რიგში შენს ნათქვამს დავამატებდი პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც განცხადება გააკეთა და ორდენზე წარდგენასთან დაკავშირებით, ასევე რა ქვია მას ვიცე-პრემიერად დანიშნვასთან დაკავშირებით, ან ერთი მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა, რომ თუ ეგრეთ წოდებული სანქციების შედეგად ვინმე ზიანს მიიღებს, ეს ზიანი, ამას ყველაფერს ანაზღაურებს სახელმწიფო და ესეც ერთგვარი სწორი ნაბიჯია იმ ფონზე, როდესაც ყველა დიდი და პატარა ხედავს, რომ უსამართლოდ გვექცევიან. ეხლა ორი სიტყვით მე ვიტყვი რა გააკეთა პოლიციამ და რატომ გააკეთა იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა გაეკეთებინა. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი არის ნომერ პირველი ობიექტი. არც პრემიერის, თქვათ, სასახლე, არც პრეზიდენტის სასახლე, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არანაირი უწყება არ არის უფრო ნომერი პირველი, ვიდრე პარლამენტი. ანუ ვიღაცა ჯგუფი, რომლებიც იყო კარგად გაწვრთნილი, კარგად ორგანიზებული, ელემენტარული მაგალითი. თუნდაც ის, რომ პარლამენტის დაწვა უნდათ, თუ დააკვირდებოდით, ანუ როგორ მოქმედებდნენ, როგორც მებრძოლები. ერთი ჯგუფი გამოვიდოდა, რომელიც ფანჯრებს ამტვრევდა, ის გამოეცლებოდა, მერე ისროდნენ, ასე ვთქვათ, ბუშტებს, სადაც იყო აალებადი ნივთიერება, ისინი რაღაცნაირად მოახვედრებდნენ შენობაში, მერე ესენი გამოეცლებოდნენ და მერე მიდიოდნენ პიროტექნიკით და პიროტექნიკას. ეს ახლა აი პარლამენტს რატო უნდა ესროლო პიროტექნიკა, თუ დალაგებული ადამიანი ყავს კედლებს, ხო? ანუ იქ თუ რაღაცა სხვა მიზანი არის დო შიგნით. იმ ჩამსხვრეულ ფანჯარაში, სადაც უკვე შევარდნილი იყო აალებადი ნივთიერება, იქ ისროდნენ პიროტექნიკას და შედეგსაც მიაღწიეს. პოლიციელებმა ბოლოს თუ გახსოვთ, თვითონ დადგნენ ფანჯრების წინ. კი ბატონო. ფარებით, რომ პარლამენტი არ დაეწვათ და მიუხედავად ამისა, ეს ხალხი მაინც იგივეს აკეთებდა.
ანუ იმ აალებად საშუალებასაც ისროდა მოლოტოვის კოქტეილი. კოქტეილებსაც და პოლიციელს მოხვდებოდა და მე აგრეთ წოდებული ამ პიროტექნიკით დაიწვებოდა, ეგეც არავის არ აინტერესებდა, მაგრამ ამ ხალხმა თავის თავზე აიღეს, ანუ პრევენცია მოახდინეს, ეს იყო პრევენციული საფუძველი იმისა, რომ იქ რო რამე დაიწვებოდა, შესაბამისად ერთი ზარალი მიადგებოდა, რა თქმა უნდა, პარლამენტს და სახელმწიფოს და მეორე იძულებული გახვდები, თქვათ, რომ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგაკისრო და ასე თქვათ, დაგსაჯო შენი ქმედებისა გამო. ეს თავის თავზე აიღეს ამ ბიჭებმა. ეს ერთი. მეორე, რასაც აი ძალიან მოკლედ, რასაც ცდილობდნენ დღეს ხო უყურებთ, რომ ყველა ის ტიპებიც კი, ვინც რევოლუციონერები იყვნენ და ვისაც სპეციალური მომზადება ჰქონდათ გავლილი, ეს ამათმა ძალიან კარგად იციან ოპოზიციონერებმა ხალხო. აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე და ჩვენ. როგორც კი ეს ამბები ჩაივლის, შემდეგი წლიდან მათ იციან, დღეს ახლა უბრალოდ ხელისუფლება არ გაამწოვებს და ისეთი სიტუაცია არ მიცემს საშუალებას აი ამ ძალებს, რომლებიც რაღაცა მიზეზებს ეძებენ, რომ დაგვასან, გცირონ და რაღაცნაირად ამათ მუხტის აწევის საშუალება მისცენ და რომ არ გამომრჩეს. ანუ ვიღაცას გონია, რომ ჩვენებმა ადეკვატურად არ უპასუხეს მაგალითად ესტონეთს და არ უპასუხეს თქვათ ბალტიის ქვეყნებს, როდესაც მათ სანქციები დაგვიწესეს. არ უპასუხეს, იმიტომ რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია. როდესაც ჩვენ ადეკვატურად უპასუხებდით, უფრო მეტი ცუდ შედეგს მივიღებდით ევროკავშირიდან. ეს არის 2x2. ანუ ამ პროვოკაციებს ელოდებიან, რომ როგორღაც რაღაცა როგორ გავბედეთ მე ამ ყველაფერთან ერთად, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას რაღაცა ან სანქცია დაუწესეთ, ან რაღაცა სარკისებური რეაგირება მოახდინეთ. ესე. ანუ ეს ტიპები, რომლებიც მიდიოდნენ პოლიციელებთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ქვას ესროდნენ, საკისარი ქვია, პაჩემნიკს ვეძახდით ხოლმე. პაჩემნიკი დავიგებს და. შიგნით აქ ამ ხელა შარიკები, რკინის შარიკები. ხო, ნუ ძალიან ბევრი ჩემი თვალებით მაქვს ნანახი, იმას ესროდნენ ხელით და იმას ესროდნენ ესე შურდულებით პოლიციელებს. ჯერ კაცს რო ესე გაიმეტებ, არ ვიცი, მე რა კაცი, ყვლელი ხარ, აბარა ხარ კაცო. პირდაპირ ეს დამიზნებით რო ესვრი. იმ ქვაზე და იმ რაღაც დანარჩენებზე აღარ ვლაპარაკობ. ანუ ცდილობდნენ რომ წყობილიდან გამოიყვანათ პოლიციელები, ეს ხო გეგმა არის ზოგადად ხო ანუ ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, არ ვლაპარაკობ მოლოტოვის კოქტეილზე, ეს ხმოდნენ თავს, ეს წყობილებიდან გამოსული პოლიციელი, რომელიც სტანდარტულად მოქმედებდნენ, რა თქმა უნდა, გაჩერდებოდნენ, ხო თავიდან ყველას გვიკვირდა პარლამენტიდან რომ წამოვიდოდნენ, გაჩერდებოდნენ ხოლმე და 2-3 საათი აცვლიდნენ, რუსთაველზე ხო ნახეთ, ცეცხლსანთებდნენ რაღაცა გადაბუგეს იქაურობა. ესენი მოქმედებდნენ სტანდარტულად, მაგრამ იმ დროს უკვე როდესაც ზღვარს გადადიოდნენ, შემდეგ ამ დაშლის დროს რაღაცა ყველა წუწუნებს დიდი და პატარა, რო კითხო მაგარი ბიჭები არიან, კაცები არიან, ვაშკაცები არიან და რომ დაკავების დროს თურმე ზოგს ყური ეთკინა, ზოგს ხელი ეთკინა, ეს არის მიზანი მიმართული. აი ასე რო იძახონ. აწამებინა თუ ხო ხედავთ, ყოველ მეორე სიტყვის მერე რომ წამებას ახსენებს. და ეს სანქციების ეგრეთ წოდებულ სანქციებშიც გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ეს არ ელოდნენ ალბათ ესეთი ბილი დასწრება. არაძალადობას არ შენ დაგასვით. მიზანი მიმართული. ჩვენ ხო სულ ვამბობთ ხოლმე რომ ის რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს ნაკეთები, ეს რომ გათანაბრდეს, ანუ ქართული ოცნება რომ დააყენონ იმ დონეზე, ანუ დადასტურებული ხო არის ნაციონალური მოძრაობა არის ბიზნესის რეკეტიორი, მწამებელი, მკვლელი და უბედურება ხალხი ხო ხელისუფლება. დღეს აბა დააკვირდით მათ ნარატივებს და მათ გამონაკლისს, რომ ყველა ვინც დააკავეს, ყველას შემეს, ყველა აწამეს, რაღაცეები წაართვეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ანუ ეს ყველაფერი არის დაგეგმილი ამ ფონზე ჩვენმა ძალოვანებმა იმოქმედეს სტანდარტებით, იმაზე უკეთესი სტანდარტებით, ვიდრე ამას აკეთებს ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. კი ბატონო. ამერიკის შეერთებული შტატები და ნებისმიერი ქვეყანა. სანქციები ხალბატონებო და ბატონებო, აქ არავის არ ეშინია და ვერც ვერ მით უმეტეს ეს სანქციები გაუქმდა. და არა, ეს რომ გაუქმდება ცხადზე-ცხადია, უბრალოდ რისით გამიგე, იცი რა, არ გეგონოთ რომ მარტო მაგალითად საქართველოს აკეთებენ ეს რაღაც. სერბეთი მაგალითად მართლმადიდებელ ქვეყანაში აგერ პრეზიდენტმა განაცხადა რომ 4 წლის განმავლობაში 430 მილიონით დააფინანსეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. ეს მარტო ჩვენთან ვერ მოახერხეს. მართლმადიდებლებს და ქრისტიანებს გვერდჩიან. დანარჩენი მე გავშალოთ. მარტო მართლმადიდებლებზე არ არის აქ საქმე, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ქვეყნები განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არის, მაგრამ ლიბერდებილები და ლიბერ იდიოტები
გლობალური ომის პარტია ერჩის აბსოლუტურად ყველას მიუხედავად იმისა რა სარწმუნოება, რა თქმა უნდა, რუსეთს პირველ რიგში, ჩინეთს, შენ ხარ ჩემი ბატონი და გლობალისტების ამოცანები ჩვენთვის ცხადია, მაგრამ მთავრდება ეს ეპოქა. ჩვენ იმიტომ ვიგებთ პირველი მიზეზი რის გამოც ეს კედელი, ხო, ყრუ კედელი, რომელსაც ვერ დარცხებოთ ამდენი ხანი იშლება, არის აი სწორედ ეს რეჟიმის, იქაური რეჟიმის ჩამოშლა, ყავლის გასვლა. ჩემი აზრით ეს დაიწყო, ეს დავინახეთ ჩვენ, როცა ავღანეთიდან ძალიან სამარცხვინოდ გაიქცნენ. ეს ჩემთვის ეს პირველი მერცხალი იყო, მივხვდი რომ ამერიკის შეერაღებული ძალების სიძლიერის დატამალიც არ არის იქა, აღარ არის. სამარცხვინო იყო ძალიან. ვიეტნამში მოუჯერთ ესე და შემდეგ მოუწიათ არმიის კონცეფციის შეცვლა, კრევამდელები აღარ გაიწვიეს და შეცვალეს რა. და ეხლა მით უმეტეს ესეთი სიტუაცია. ჩვენ სულ ცოტა დაგვრჩა და 20 იანვარს მართლაც ყველაფერი შეიცვლება. ორი ადამიანი, ორი აგენტი, გახარია და სააკაშვილი ამბობენ, ასახელებენ ამ 20 რიცხვს. როგორც რაღაც განსაკუთრებულ თარიღს, რომ აი 20-მდე თუ არ მოვასწარით, შემდეგ უკვე გვიანი იქნება. ეს თვითონ ისინი ამბობენ, ჩვენ კი დაგვცინიან, რომ ტრამპის დიდი იმედი რატო გაგვწო, მაგრამ თვითონ ისინი ამბობენ 20 რიცხვს კავშირდებენ, ანუ მათ უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში. მოდი ხა იმაზე ვილაპარაკოთ, აი რომ მორჩება ეს ყველაფერი, ახალი წელიც მოვა. მე მგონი აღარ დადის ხო? ეს რაღაც მარშები აღარ არის, ცოტა დადის. რაღაც მოგონილი მარშებია. ხო, ეს მილევადი რეჟიმი, ხო, ეს ფულს აპრავებენ ალბათ, ეს მილევადი რეჟიმია. და დარჩება ეს რა თქმა უნდა ეს ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა და შემდეგ უკვე ჩემი აზრით, რაც მათ აიძულებს უბრალოდ რომ ცხოვრება სხვა თვალით შეხედონ, ეს არის პრაგმატული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენ არანაირი საფრთხე ევროინტეგრაციას, რა თქმა უნდა, არ დაგვემუქრება. ჩვენ შევინარჩუნებთ სავაჭრო პარტნიორის სტატუსს როგორც ევროპასთან, რუსეთთან, თურქეთთან და ასე შემდეგ. ომის დასრულების შემდეგ მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება აღარ იქნება და ყველა დაინახავს, აბსოლუტურად ყველა დაინახავს, რომ ეკონომიკა წავა წინ, ევროინტეგრაცია წავა წინ, სხვა ევროპასთან, სხვანაირ ევროპასთან და აი ხეირი, კონკრეტული ხეირი, რომელიც ადამიანები მოიპოვებენ, ეს ამ პროტესტს საერთოდ გააჩერებს. აი ჩემი აზრით ეს პერსპექტივა არის. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის აბსოლუტურად ხელოვნური, სიგიჟი არის ეს. აი რაც ახლა ხდება, რითაც ეს აადუღეს, რომ ევროპასთან წვეთ კავშირს და რუსეთისკენ მიდივართ, ეს ხოლმე ჩელაბინსკში გავიღვიძეთ. ეს არის აბსოლუტურად სიგიჟე და ხელოვნური. რით ვერ მივედით ამ რუსეთში 12 წელი მივიძიოთ. და უბრალოდ აი ქართველებს შვევი არის. აი ხა არის რაღაცა თრალი კეიპის ბოლოს რო ყაყალებენ ადამიანები და მე რო გამოიძინებს ეს ხალხი დაინახავს საკუთარი თვალით, რომ აი ეს რაღაცა უბედურება, რომელსაც უქადიდნენ ეს ბაბაიაგები, ხო? ის აღარ ხდებოდა პირიქით არის. აი ეს. მე შენ არ გეთანხმები, მაგრამ მე უფრო სხვანაირად მე როგორც ადამიანი, რომელიც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ სინამდვილეში. ოღონდ პოლიტიკაში პესიმისტი. ერთ ამის გეტყვია, რომ სინამდვილეში შენ არ გეთანხმები ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტში. მე მჯერა რომ საქართველოში აუცილებლად გააგზელებენ ეს არაადეკვატურობას. უბრალოდ ერთი განსხვავება იქნება რა. ჩვენ რაღაც მომენტში უბრალოდ შევეჩვევით შალვა. არა, მე რას გულისხმობ რა. ხო, მარგინალიზაცია მოხდება. ანუ რას ვამბობ რა, 5 წელია ყველა გაზაფხულზე და შემოდგომაზე რაღაცა სიგიჟე ხდება ქვეყანაში. თუ გახსოვთ პირველად 2019 წელს რომ მაშინ რაღაცა რომ მოვაწყეს, ამას მოყვა რომ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიიღო მაშინ ტურისტულმა შედეგმა. ეხლა ეგრეა. ეხაც ეგრეა, მაგრამ მე რას ვამშობა? მაგრამ ყოველწლიურად ეს სიგიჟეები სულ უფრო ამცირებს ამ დარტყმას. ანუ რას ვამბობ? ხალხი ვეგუებით უკვე. ხალხმა ანუ მე ვთვლი ეს რამეს, რომ ჩვენ გამოვიმუშავებთ და ქვეყანაში გვყავს არაადეკვატურების იმაზე მაღალი რაოდენობა, ვიდრე უნდა გვყავდეს. ხო, მაგრამ რა გამოასწორებს? ზოგიერთი არ არის დაკარგული. ადამიანები რო გაიღვიძებენ და დაინახავენ 6 თვის შემდეგ, რომ არაფერი პრობლემა საჩელაბინსკო არ გვჭირს, გამშვიდდებიან. აქ არის ახლა მეორე მომენტი. პირველი რა გამოაღვიძებს, რომ იქაურ დონორები დაიწყებიან. ეგ გასაგებია.
იქაური დონორები დაიღებენ რაღაც მომენტში ისეთ იქაურ დონორებს აღარ ექნებათ ფული. აი მაგას სადონორო ფული აღარ ექნებათ, გადაეკეტებათ. ანუ ისეთ სულ არაეფექტურ სისტემაშიც კი რომელიც თანამედროვე ევროკავშირია ვიღაცები დასვამენ შეკითხვას რომ ამდენ ფულს რო ხარჯავთ სიგიჟეებში არის აი გერმანია მაგალითად ხო ხარჯავს NGO-ში ფულს. ასევე ხვალძლევს ფულს ზელენსკის ხო აბსოლუტურად სამგებიანოში. ვოლცვაგენი გაკოტრდა კაცო. სიამოვნებაა. თქო გაკოტრდა. და არა მარტო ის. ვორჩი ახალი კანცლერი მოვა და გააჩერებს ამ ფულის ხარჯს. ხო და აქაც ეგრე იქნება. ანუ მოდი ახლა შევხვდეთ რა რომ აი მე აი მართლა რა რო ხარ რავი არაერთხელ თქვი ახლა ჩემს იმაშიც ჩემს პირად გვერდებს რომ მე ძალიან მეცინება რომ აღმოაჩინე რომ ჩემი ნაცნობები რომელსაც მე უსაქმურად ვიცნობდი თუნდაც რამდენი სპეციალისტი ყოფილა რომ იქ რაღაცა რა ვიცი ენერგეტიკოსი გურული და ასე შემდეგ ხონდა. არის ჩვენ გვჭირდება მოდი ესე იგი დესაკრალიზაცია ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესის. მოხდა მე მგონი არა? არ მოხდარა და გეტყვი რატომაც არ მოხდარა. ზოგადად რაციონალურად არ უყურებთ ამ პროცესს და ხელისუფლება უნდა მე მგონი ეს ევროინტეგრაციის ის პროცესი რაც ეხლა მიმდინარეობდა აქამდე იყო მე ესე ვიტყვი საქართველოს განვითარების შემაფერხებელი. მარტო თუ აი რა წერია იქ რამოდენიმე მაგალითს ვიტყვი. მაგალითად ქართულმა რო ღვინო ჩამოასხოს პირობითად ვამბობ ღვინო რო ჩამოასხას. მან უნდა მიიღოს საფრანგეთის ლაბორატორიიდან დასკვნა რომ ეს შეესაბამება იმ ტექნოლოგიებს სტანდარტს თუ არ შეესაბამება კერძო ევროპაში სიხე-სამართლის დანაშაულია. რა თქმა უნდა. ანუ ადამიანს საკუთარ სახლში რომ მოიყვანოს ღვინო და გაყიდოს ეგ დანაშაულია ევროპულ სასამართლოს. მე ევროპასთან ინტეგრაციას ევროკავშირში შესვლას არ გულისხმობ. ევროპასთან ინტეგრაცია გაცილებით უფრო მოსულობითია ვიდრე კონკრეტულ ევროკავშირში რომელსაც არ ვიცი საბედი აქვს იქ შესვლა. ევროპასთან ინტეგრაცია ნიშნავს ვაჭრობას ევროპის ქვეყნებთან. სიარული კულტურული ტურისტული და კულტურული მიმოსვლა სახალხო დიპლომატია ამას გულისხმობ. მე რა მგონია გადახედვის მთავარი ობიექტი რა არის. და ჩვენ სუვერენიზაციის მთავარი ობიექტი რა არის რომ ჯერ ერთი ამაზე ღიად უნდა დაიწყოს საუბარი რომ ესეთი ურთიერთობა რეალურად არ გაგვარვითარდებს ჩვენ ყველაზე საუკეთესო ტვინებსაც წაიყვანენ აქედან არაფერი არ დაგვრჩება რეალურად რა სნორო სოლოვარი ჩვენი წყალი თუ იმათი ლაბორატორიული დასკვნა არ იყო და იმ სტანდარტებს არ შეესაბამებოდეს ვერ ჩამოვასხავთ სნოსაც კი აქედან გამომდინარე ეგ ობიექტურია აიღეთ ბულგარეთის სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად არ არსებობს არ და ერთ-ერთი ბულგარეთი გმინავს მეგობრებო შეიძლება ითქვას იყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა და დედა ეტირა ამიტომ ნახეთ სუვერენიზაცია რას ნიშნავს ევროპასთან ურთიერთობა შენი ინტერესიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ამას გულისხმობ მე ხო გასაგებია რომ ჩვენ ტექნოლოგიურად ჩამორჩენილები ვართ საფრანგეთთან თუმცა გვაქვს მილიონი ბენეფიტი რაც შეიძლება შევთავაზო მაგრამ ჩვენ გვჭირდება ინკლუზიური ურთიერთობა. ეს გადახედვა ნიშნავს სწორედ ინკლუზიური ურთიერთობა. ხადია. აქედან გამომდინარე, აი ძალიან ისე ავიღოთ რა, რომ ევროპა საერთოდ ჭირდება ჩინეთთან ურთიერთობა. და ჩვენ ვართ ექსკლუზიური რგოლი. ჩვენ ისტორიაში პირველად. ჩვენ გვასწავლდნენ რომ აბრეშუმის გზა საქართველოს გადიოდა. მაგრამ საქართველოს გადიოდა შემოვლითი გზა, როდესაც იქ შუამდინარე ომები მიმდინარეობდა, სხვა ესეთი ომები მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში შემოდიოდა ეს. ეხლა პირველად ჩვენს ისტორიაში პირველად პირდაპირ საქართველოზე გადის ეს გზა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს უკვე იმის რესურსი, რომ ჩვენი პირობები დავაყენოთ. ჩვენი გლეხის ინტერესი წამოწიოს წინ. ის კი არ გავითვალისწინოთ, რომ ეხლა რაღაც გერმანულ პროდუქტებს რაღაცა საფრთხე შეექნება და იქ სტანდარტები დაგვიწესოს ისეთი, რომელსაც ვერ შევასრულებთ, უბრალოდ ვერ შევასრულებთ. არც უნდა შევასრულოთ. და აქედან გამომდინარე, აი დესაკრალიზაცია ჩემთვის ნიშნავს აი პრაგმატიზაციას და იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებით ფული უნდა მივიღოთ, უნდა ბენეფიტები მივიღოთ და ეს არ უნდა იყოს სამხედრო. როდესაც საქართველოს ხალხმა, რომელსაც უთხრეს, რომ ევროპასთან კავშირი წლება არიხულა როგორც ვიღაცებს ეგონათ ქუჩაში არ გამოვარდა და რევოლუცია არ მოაწყო უკვე დესაკრალიზებულია გარკვეული ნაწილი ურთიერთობა მე აი დესაკრალიზაციის თემა მინდა გავშალო იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ შემდგომი 4 წელი რასაც პოლიტიკურ დისკურსს უნდა დაეთმოს არის სწორედ აი ამ დესაკრალიზაციის განშლა ეს არ ნიშნავს რომ ევროკავშირის დემონიზება მოხდეს არამედ უნდა აიხსნას რომ ეს არ არის ჩვენი რელიგია და რომ სირცხვილია რომ 3000 წლიანმა ერმა
აქციოს რაღაცა რაც არის 50 თუ 70 წლის რელიგიურ დონეზე რელიგიის და ესე იგი თაყვანისცემის თვითმიზანია. თვითმიზანია გქონდათ ფარდები გქონდათ ვიღაც შტერებს ჩემი აზრით რომ კი თვითმიზანი არისო ევროპაში ევროკავშირის შესწავლა. თვითმიზანი რა ტერიტორიული კლიანობა და გადარჩენა არის ქართული იდენტობის გადასახადი. საქართველოს სახელმწიფოს თვითმიზანი არის ადამიანების კოლექტიური თვითმიზანში ხელის შეწყობა. ადამიანების კოლექტიური თვითმიზანი ჩემი აზრით დიდი ბოდიში ჩემო კარგო არის ცხონება. შესაბამისად სახელმწიფომ კეთილი უნდა იზრუნოს რომ დაიცვას რელიგიური ტრადიციული გარკვეული ღირებულებები შეუქმნას ადამიანებს თავისი შრომით მოწეული სარჩოს დაცვის მექანიზმი. აი ეს არის თვითმიზანი. დესაკრალიზაციაში რა იგულისხმება? ევროპა იქნება ეს თუ სხვა რამ იქნება? ჩვენ როგორც ერთის მხრივ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ როგორც რეგიონალური მოთამაშე და ამას გითხადია კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოყვეს, ეხლა ადრე ამაზე საუბარი და არ შეიძლება, უბრალოდ ნახეთ ესეთი რაღაცებს უნდა ვისაუბროთ, აი მაგალითად რა მოელის დემოგრაფიას, მაგალითად უნდა თუ არა ევროკავშირის მეორე უნგრეთი თავის წევრად, მაგალითად დევნილების მიღების კვოტა მოგწოს თუ არა? მაგალითად სუვერენულობის დათმობა ხო არის დიდ კავშირში შესვლა, გვაქვს ის ხარი ორმას რაზე გაუხურეს პირველად? ანუ რატო შეუხურებენ რომ ხო შეეძლოთ ეთქვა რომ აი არ უნდათ ეს LGBT უფლებები და ჩორცნიმი რა როგორც რუსები იყვნენ არ თქვეს ანუ იყოს რა არ თქვეს და თან ახლა დავაკვირდეთ ევროკავშირი ძალიან პრაგმატული ეკონომიკური ისა შენ გაღებულოს ფაქტობრივად არაფრის გამო სტაფილოს გამო ანუ ღია კარის გამო უფასო იაფ მუშახელს და რავი კიდე ბევრ რაღაცას ხო თან ისეც რომელიც განსხვავებით სხვა თქვათ იგივე კონფესიის წარმომადგენლისგან კულტურულად უფრო ადაპტაბელურია იქაურ გარემოსთან ხო ამას ღებულობს ძალიან ბევრი ქვეყანა გერმანია საბერძნეთი იტალია და სხვა შესაბამისად ისინი ანუ ეხლა რა ხდება ხო ანუ ჩვენი გეოპოლიტიკური ფასი იზრდება და ჩვენი მთავრობა ეუნება რომ ჩვენ მეტი ვღირვა და არ ვღივართ 0.1 ცენტი როგორადაც ადრე ყიდულობდით ჩვენგან რესურსებს ხო და ამ სოფლიო ესე იგი ნეოლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემაში ეს არის ხო რომ აქედან როგორც პერიფერიული ქვეყნიდან ხდება გადინება რესურსების და იაფი მუშახელს და იქიდან შემოდის კონსუმერულ სამომხმარებლო რაღაცები და პლუს კულტურული სიშნეგეები და ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ეს და ვიყოთ ბედნიერი და ეს აღარ გვინდა აი ეს არის პასუხი აბარა და ზაზა დაასრულეს ჩვენს მოდელ წეგან მითხარი რომ მარტო მართლმადიდებლებთან დაკავშირებით არაფერი შუაშიაო და არა არაფერი შუაში არ არის ყველას ერჩის მაგრამ უპირველესი მიზანი მე აი გავიხსენებ სეჟინსკის ესეთ გამონათქვამი ქონდა ნუ გინდა არ გინდა ამერიკელების საგარეო პოლიტიკის აქამდე იყო იდეოლოგი იყო და დღესაც მგონი დღეს გამოვიდნენ მაგ სტილით ანუ ის კაცი ამბობდა რომ კომუნიზმს რო დავამარცხებთო, მე ჩვენი მთავარი მიზანი არისო მართლმადიდებლობა უნდა დავანაწევროთო. დავშალოთო და შესაბამისად რუსეთიო, ანუ მთავარი დარტყმა მათთვის მაინც რუსეთი იყო და ამაში მოგვიხმარებიანო უკრაინელებიო, სადაცო ხალატი ესო შეულებრივი ნორმაა. ანუ ის რომ მართლმადიდებლობას ერჩიან, განსაკუთრებით ერჩიან, ეს ხო ფაქტია და ცხადია და აქ დღესაც ამ ყველაფრის ფონზე, სადაც ამდენი სანქციები და უბედურება და ჯერ კიდე არავის არ შეეშინდეს, ჯერ კიდე 20 იანვრამდე ამაზე უარესი რაღაც სანქციები იქნება. ანუ მაქსიმალურად შეეცდებიან რომ ხალხი რაღაცნაირად შეაშინო, რაღაცა შინაგან საქმეთა საცივის ძალას ვერ მოერევი. ხო, სამუშაო და ასე შემდეგ, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერ მოერევიან, ეს არის გამორიცხული. ძალიან კარგად იციან იქაც და ჩვენმა ოპოზიციონერებმაც, ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერებმა საკრალური თარიღი 20 იანვარი. უყურეთ რა შეასაქმე, როდესაც სააკაშვილი გამობძანდა და 20 იანვართან დაკავშირებით ისაუბრა, მან ასეთი ფრაზა გამოიყენა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ 20 იანვრამდე, რა თქმა უნდა რევოლუცია იგულისხმებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის ძალა შესუსტდება. ანუ ამათო გარკვეული აქვთო, თავისი ურთიერთობები დალაგებული აქვთო, ასე სიტყვით გამოიყენა, სათავისოთ აქვთ დალაგებული ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთანო და შესაბამისად ეხლა უნდა მოვასწროთო. ანუ რას ნიშნავს ეხლა დალაგებული აქვს ურთიერთობა ხელისუფლებას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. შენ თუ მოქალაქეების ერთი ჯგუფი, რომლებსაც ქართველ ხალხად მოიხსენებენ და ამითაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, ერთი ჯგუფი მე დავები ხელისუფლებას რომ მე გამიფუჭდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ქვეყანას.
ქვეყანას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მაბრალებენ, რომ ჩვენ ქვეყანას გაუფუშტა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და ამაში ჩართულია ხო ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. იცი რომ 20 იანვრიდან ჩემი ქვეყნის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შორის ურთიერთობები გადაიტვირთება და ეს პოზიციები შეიცვლება. ეს ყველაფერი შენთვის ნათელია, მაგრამ აცხადებ, რომ არა მოვასწროთ იქამდე, სანამ ესენი დადებით ცვლილებებს და ძრებს მოახდენენ ახალ ადმინისტრაციასთან, მოვასწროთ და მანამდე მოვახდინოთ რევოლუცია. ანუ მიზანი აქ ამ შემთხვევაში რა არის? მიზანი არის რევოლუცია და არც ერთ შემთხვევაში ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება და ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არც ერთ შემთხვევაში ამათ. მე ტრამპს დაახვედრებენ როგორც ქვეყანას რა. რა თქმა უნდა, ეხლა რა არის მიზანი იმის, რა ქვია, ევროპაში მოქმედი ამ ბიუროკრატების. რა თქმა უნდა, მათ ეკონომიკა აღარ აქვს, მათი ეკონომიკა უკან არის წასული, ეს ყველა მიცის, იქაც და აქაც. ანუ ესენი დამოკიდებულები არიან ჩვეულებრივად ბოლო დღემდე, ზუსტად ბოლო დღემდე შეასრულებენ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მერე სად მიდიან? არა, მერე ეგრევე გადაეწყობიან, რა პრობლემაა? არ გამოვა ეგრე. არა, უყურე. მერე შეეცდებიან, არა, შეეცდებიან რომ გადაეწყონ, მაგრამ დღევანდელ დამოკიდებულებას ხო უყურებ. ხო ნახეთ 2 დღის წინ რა განცხადება გააკეთა? კი. მასკმა გერმანიაში პირდაპირ მოუწოდა მემარჯვენე ძალებს და თქვა რომ ესენი არიან ხალხი, ვინც გადაარჩენს გერმანიას. ჩემს ვერ გადაწყობენ, პატარა ჩანაც გავაკეთებ. ტრამპი პოლიტიკოსი არ არის, ბიზნესმენია. ტრამპს უნდა ფული. დღეს უთხრა ევროპას, რომ ჩემი თხევადი გაზი იყიდეთო, თორე სანქციებს დაგიწესებთ აქეთო, ტარიფებს. ანუ მაგ კაცთან ლაპარაკი ფონ დერ ლაინს გადაეწყობიან ეს იმის არ ნიშნავს რომ ის მიიღებს კაცო. არა ხო ეგ ძალიან ფული გადაიხადეთ ეუნებს. 19 რიცხვამდე იქნებიან ბაიდენის ადმინისტრაციაში დამოკიდებული, 20 რიცხვში მივლენ იმასთან და ეთქვიან. მაგრამ ფული უნდა გადაიხადოს, ფული. ხო, ისე იქნება. აი ეგ არის ფული. ეხლა აქ რაშია საქმე? ტრამპი კი არ მოდის როგორც ერთი ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის. არა, ეს არის ეს კაცი მოდის თავისი გუნდით, ეს არის კონსერვატორების დიდი ჯგუფი, რომლებმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ მოვდივართ იმიტომ, ამერიკა განვაცხადო ჩვენი ქვეყანა. ამოვძირკვოთ თლიანად ეს რაღაცა საშინელება ლიბერალიზმი. ამიტომ ამერიკაშიც და ევროპაშიც მისი მიზნები და ამოცანები არის, რომ ამოიძირკვოს ეს საშინელი ძალა. და თუ ეს მიზნები განხორციელებას დაიწყებს, შესაბამისად წარმოიდგინეთ რამხელა პირველ რიგში, რამხელა უკვე ზეწოლა მოგვიხსნება ქართველებს, როდესაც ხაზი გაგვივლეს, თუ თქვენ გააუქმებთ კანონს LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, არჩევნებსაც ვაღიარებთ, აღარც ცემა ყოფილა, აღარც წამება ყოფილა, არაფერი პოლიციელები ადეკვატურად იმ მოქმედებდნენ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ თვალში ნაცავს გვაყრიან და გვეუბნებიან, აი რა საშინელებაა და თვითონ ღირსეულ ადამიანზე რატომ როგორ უნდა მოქმედებდეს იცი? შეიძლება მე ვარო თქვა რაღაცა ოპოზიციის მხარდამჭერი. მაგრამ მე რომ უყურებ, ეხლა ყველამ ხო იცის, რომ იქ შედებიანი მომიტინგი არავინ არ ყოფილა, არ იყო. მაგრამ შენი ინტერესი და იმის ინტერესი დღეს ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ის ხვალე რო დაჭირდება და შენი ხელისუფლება რო იქნება, ის მე გამოვა და ისევ ისე თავის ინტერესებიდან გამომდინარე მე შენ მოგაყენებ უარესად კაცო ერთხელ მოგიში და იმას შენი ქვეყანა უარესად გიზ ფეხებზე კიდია და შენი ინტერესებიდან გამომდინარე იმას კუც უკიცინებ ეგრე არ არის ანუ ის თუ შენი ქვეყნის მტერია შენი მისი მეგობარი ხარ შენ ვინ გამოდიხარ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესი ჩვენი ღირსება ანუ ადამიანები ღირსეულად უნდა უდგებოდეთ ყველაფერს სამმართველიანად უნდა ვიქცეოდეთ რანაირად შეიძლება დღეს გვეუბნებოდნენ რომ აი როგორ შეიძლება ეხლა მარტივად მოგვარდეს ეს საკითხი აი ხო ძალიან მარტივია დღეს გამოდიან ევრობიუროკრატები და გვეუბნებიან ჩვენ ვდგევართ ქართველი ხალხის წინა ესა გვერდით არა კიდევ დაუდგებით ამას ვიზავთ იმას ვიზავთ არის მათი მოთხოვნა არის მოლაპარაკებების გახსნა თუმცა სხვა მესიჯი უფრო რბილი წამოვიდა ამ პრეზიდენტისგან რომელიც ჩამოვიდა არა ამას თავი დავანებოთ ხო ეს რაღაც სიახლე ეს იყო გუშინ მე გეუბნებ გუშინ წილად მდგომარეობა ხო იცვლება ყველაფერი ანუ გვეუბნებიან რომ თურმე ქართველი ხალხს ნუ ვინც არის ამ მნიშვნელობა კაი უნდა რომ მოლაპარაკებები გაიხსნას
და მთავრობა რაღაც პრობლემებს უქმნის. აი ბატონო, თუ ქართველი ხალხის მხარეს დგახარ, მარტივად შეიძლება ამის მოგვარება გახსენი მოლაპარაკებები და ამით დამთავრდება, მაგრამ ამას გონიათ არიზავენ? როგორ არიზავენ? ამას იზავენ მაქსიმალურად შეეცდებიან გვაჯანჯღარონ. კი და რო არ გამოვა მე რომ არ გამოვა რევოლუცია. ბატონო კიდევ უნდა დაგველაპარაკოთ. მე კიდე ხონა დარჩეთ კიდე ჯანჯღარის კაცი. მე გიწყვილა ეხლა გავხსნით მოლაპარაკებებსო. და მე კიდე აი და მე კიდე თუმცა მე უკვე რთულია. მე როგორ განვითარდება ეს ცალკე საკითხია. დიდი მადლობა. მეგობრებო, ჩვენ 27-ში თუ ბოლო ამ წლის ბოლო შაბათს გვექნება ვაანონსებ გააცემა, წელი უნდა შევაჯამოთ, თხოვთ რომ მოემზადოთ. ძალიან საინტერესო წელი იყო. გარდამტეხი შეიძლება ითქვას. შეჯამებად ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენი გუნდი თქვენ სამსახურშია, ყოველ შაბათს თქვენ 10 საათზე, საღამოს 10 საათზე უყურებთ ჩვენს გადაცემას. მომავალ შაბათამდე, ამ შაბათს, მომავალ შაბათს იქნება წლის შეჯამება.